მოდის 1 საათის განყოფილებაში. მეგობრებო, აი ზუსტად აქ არის განთავსებული ის აქტივობები, რომელთა გავლაც არ გულისხმობს რეგისტრაციას, საიტზე ავტორიზაციას ან სხვა მაგალითად რუტინულ პროცედურებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს აქტივობები ისე არის, ამ აქტივობების კურიკულუმი ისე არის გაწერილი, რომ ნამდვილად არ მოითხოვს მოსწავლეებისგან წინარე ცოდნას, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ, ვიმუშაოთ და მართლაც აი თუნდაც ნული საბაზისო ცოდნიდან ჩვენ მივიღოთ ძალიან ასე ვთქვათ, გავერკვეთ პროგრამირების საბაზისო კონცეფციებში და შევქმნათ ჩვენი პირველი ციფრული პროექტი და რაც მთავარია დავიმსახუროთ საერთაშორისო სერტიფიკატი. მოდით, ნუღავალოდინებთ პატარებს, პირველ-მეორე კლასელებს და დავიწყოთ CodeMonkey Junior-ით, რომელიც არის ძალიან სახალისო და ძალიან საინტერესო კურსი. აი აქ შეგიძლიათ დააწყაპოთ, შემდეგ აუცილებლად დააწყაპოთ Start Playing და ყოველგვარი, როგორც გითხარით, ავტორიზაციის გარეშე ჩვენ დავიწყებთ მუშაობას. ხმა მეგობრებო გამორთული მაქვს, იმიტომ რომ ჩემი ხმა თქვენამდე კარგად ისმოდეს. როგორც გითხარით, ჩვენ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, რა არის ალგორითმი, ხო? ანუ ფაქტობრივად ჩვენ უნდა შევქმნათ ინსტრუქცია, რომელთაც რაიმე პრობლემას გადავჭრით და ამ შემთხვევაში ჩვენი გამოწვევა არის ის, რომ ეს ძალიან საყვარელი მაიმუნი უნდა მივიყვანოთ აი აქ სკივრთან, ხო? ამისთვის გვაქვს პროგრამული კოდი მოცემული, როგორც ვიცით, ალგორითმი, ანუ წინასწარ მოფიქრებული გეგმა და ინსტრუქცია ჩვენ უნდა გადავაქციოთ ხოლმე პროგრამულ კოდად, რომ კომპიუტერისთვის გასაგები იყოს თუ რა ტიპის ინსტრუქციებს ვაძლევთ მას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა მივიდეთ, მივიყვანოთ ჩვენი პატარა და საყვარელი მაიმუნის სკივრთან და რისთვისაც გვჭირდება მარჯვნივ გადაადგილება. აი ეს არის ბლოკი, რომელიც აღნიშნავს მარჯვნივ გადაადგილებას და ფაქტობრივად ჩვენ მივცემთ მაიმუნს ბრძანებას, რომ ის მარჯვნივ ერთი ნაბიჯით გადაადგილდეს და აი როგორც ხედავთ, ჩვენ გავიარეთ სამ ვარსკვლავზე ეს გამოწვევა. მინდა გითხრათ, რომ თითოეული კურსი, ეს კოდის საათის კურსები ისეა აწყობილი, რომ იწყება პირველიდან და დაახლოებით 15, 12 ან ზოგჯერ 20 გამოწვევა გვაქვს გადასალახი. პირველი გამოწვევა არის ყოველთვის შედარებით უფრო მარტივი ხოლმე. თუ ჩვენ სწორად გავივლით გამოწვევებს, ავიღებთ სამ ვარსკვლავს, თუ სამ ვარსკვლავს ვერ მოიპოვებთ, მეგობრებო, ეს არ არის პრობლემა, შეგიძლიათ დააკვირდეთ და უფრო მეტად დახვეწოთ ალგორითმი, უფრო მეტად ოპტიმალური გახადოთ, რომ უკვე სამი ვარსკვლავის მოპოვება შეძლოთ. და შემდეგ, რაც მთავარია, როდესაც გადადიხართ შემდეგ გამოწვევებზე, შედარებით უფრო რთულდება და რა თქმა უნდა, ბოლოს თქვენ აიღებთ სერტიფიკატს. ამ შემთხვევაში უკვე ხედავთ, რომ მაიმუნს სჭირდება, უბრალოდ ჩვენ უნდა მივიცეთ მას ბრძანება, რომ გადაადგილდეს მარცხნივ, რისთვისაც უკვე ავიღებთ მარცხნივ გადაადგილების ბლოკს და ერთი ნაბიჯით უნდა გადაადგილდეს. ანუ ეს მეორე სახელისო გამოწვევაც გადავლახეთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად მუშაობთ და მეც აქტიურად მომყვებით. მოდით გადავიდეთ შემდეგ გამოწვევაზე. ამ შემთხვევაში უკვე ოდნავ გართულებულია, უკვე ბანანი დაგვემატა, ბანანის უნდა ავიღოთ და მივახციოთ სკივრს. რისთვისაც უკვე ორჯერ მარჯვნივ გადაადგილება დაგვჭირდება, ესე იგი ჩვენ პატარა მანქის ვაძლევთ ბრძანებას, რომ მარჯვნივ გადაადგილდეს ორი ნაბიჯით. აი როგორც ხედავთ, მან უკვე აიღო ბანანი, ისევ სამი ვარსკვლავი დავიმსახურეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი კოდი და ალგორითმი იყო მაქსიმალურად ოპტიმალური. ამ შემთხვევაში უკვე გვჭირდება მარცხნივ გადაადგილება სამი ნაბიჯით. აი ესეთი სამი ბიჯი უნდა გააკეთოს ჩვენმა პატარა მაიმუნმა, რომ მივიდეს სკივრთან. გილოცავთ, ეს გამოწვევაც მგონი გადავლახეთ. როგორც ხედავთ, საკმაოდ მარტივია პროგრამირება და კომპიუტერისთვის ჩვენთვის სასურველი ინსტრუქციების მიწოდება. აი ამ შემთხვევაში უკვე დაგვემატა ახალი ბლოკი, რომელიც ნიშნავს აი ამ, ასე ვთქვათ, აგურზე აღტომას, ხო? ზემოთ და მარჯვნივ. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გადავადგილდეთ ერთი ნაბიჯით და შემდეგ უნდა ავხტეთ, ანუ მარჯვნივ გადაადგილება და შემდეგ აღტომა. აი ეს არის ამ კონკრეტული გამოწვევის გადაჭრის გასაღები, ხო? ანუ სწორი პროგრამული კოდი. გილოცავთ, კიდევ ერთი გამოწვევა გადავახეთ და როგორც ხედავთ, უკვე მეექვსე გამოწვევაზე გადავედით. მოდით ახლა უკვე ვნახოთ, როგორ უნდა გადავადგილდეთ ხომ? ჯერ მარცხნივ უნდა წავიდეთ, შემდეგ უნდა ავხტეთ მაღლა და მარცხნივ და შემდეგ უნდა მივიდეთ ისევ სკივრთან. ანუ გადავადგილდეთ მარცხნივ, ავხტეთ და მივიდეთ ისევ სკივრთან. აი, როგორც ხედავთ, ჩვენი პროგრამული კოდი სამი ბრძანებისგან შედგება და სამივე ბრძანება ბლოკებით და პირობითი ნიშნებით არის აღნიშნული, ხო? ესეც სამ ვარსკვლავზე დავიმსახურეთ, ასე ვთქვათ.
ამ გამოწვევის გადალახვაც. ამ შემთხვევაში უკვე გვჭირდება, რომ წავიდეთ მარჯვნივ, შემდეგ უნდა გადავხტეთ ისევ მარჯვნივ და შემდეგ უნდა ჩავიდეთ დაბლა, რომ ავიღოთ სკიური, ხო? ასე რომ მივდივართ, უბრალოდ ხტებით მარჯვნივ და შემდეგ ისევ ჩავდივართ დაბლა. აი ეს ძალიან მარტივად ჩვენი საყვარელი მაიმუნი მოყვება და მიდის სკივრთან. როგორც ხედავთ, ნელ-ნელა ოდნავ უფრო რთულდება და კიდევ უფრო გასაგები ხდება თუ რას გულისხმობს პროგრამირება, ხომ ისეა? და როგორ უნდა დავწეროთ წინასწარ მოფიქრებული ალგორითმის მიხედვით პროგრამული კოდი. ანუ როგორ მივცეთ ინსტრუქციები ციფრულ არსებებს. ამ შემთხვევაშიც უნდა გადავადგილდეთ ორჯერ მარჯვნივ, შემდეგ უნდა ავხტეთ მარჯვნივ, ისევ გადავადგილდეთ 1, 2, 3 ჯერ. ანუ ორჯერ მარჯვნივ წასვლა, ახტომა, შემდეგ 1, 2, 3 ჯერ ისევ მარჯვნივ წასვლა. მოდით შევამოწმოთ. მართლაც ჩვენი მანქი ახტა და შემდეგ მივიდა სკივრთან. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში სწორად შევადგინეთ ალგორითმი, მეგობრებო, გილოცავთ უკვე მერვე გამოწვევაზე, უბრალოდ მეცხრე გამოწვევაზე გადავედით და ავიღეთ 3 ვარსკვლავი. ნახეთ, ამ შემთხვევაში უკვე ახალი ბრძანება დაგვემატა, ეს არის ზემოთ ახტომა, ხო? თუ ჩვენ გამოვიყენებთ აი ამ ისარს და ბრძანებას მივცემთ ჩვენს მაიმუნს, მაშინ ის ზემოთ ახტება და რა თქმა უნდა მიწვდება სკივრს. მოდით დავაწყაპოთ და აი როგორც ხედავთ, ესეთი მარტივი გადასალახი იყო ეს გამოწვევა. გილოცავთ კიდევ ერთხელ, გადავიდეთ უკვე შემდეგზე, ისევ 3 ვარსკვლავი დავიმსახურეთ, ჯერჯერობით ძალიან კარგად მივდივართ. ამ შემთხვევაში რა გავაკეთოთ, ხო? ამ შემთხვევაში ორი ნაბიჯით უნდა წავიდეთ ჯერ მარჯვნივ და შემდეგ უნდა ავხტეთ, ხომ ისეა? ამიტომ მოდით დავწეროთ ორი ნაბიჯით მარჯვნივ გადაადგილდი, ვუთხრათ ჩვენს საყვარელ მანქის და შემდეგ ახტი მაღლა, ხო? აი ესე ძალიან მარტივად დავაპროგრამოთ. დავაწყაპოთ და მართლაც რაც ვუბრძანეთ, ზუსტად იმას გააკეთებს. ესეც ასე. ნახეთ, აი ამ შემთხვევაში დამიწერა, რომ ერთი ვარსკვლავი მოვიპოვე. მოდით დავფიქრდეთ, სად დავუშვით შეცდომა. უბრალოდ როგორ ჯობდა, რომ ეს გამოწვევა გადაგვეჭრა. აი დავაკვირდეთ, ჩვენ გამოგვრჩა ერთი ბანანი, ხო? ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავაკეთოთ? ნახეთ, ჯერ უნდა აგვიღო ბანანი, რომელიც ვერ შევამჩნიეთ, თუმცა ძალიან კარგია ესე მოხდა, რომ ნახოთ, როგორ უნდა გამოვასწოროთ პატარ-პატარა შეცდომები. ჯერ გადავადგილდეთ მარჯვნივ, შემდეგ ავხტეთ ზემოთ, იმისთვის რომ ბანანი ავიღოთ, შემდეგ წავიდეთ მარჯვნივ 1, 2, 3 ნაბიჯით და შემდეგ ავხტეთ, რომ სკივრს მივწვდეთ. ანუ ისევ 3 ნაბიჯით მარჯვნივ წასვლა და შემდეგ მაღლა ახტომა. აი ესე შევადგინეთ პროგრამული კოდი. მოდით ახლა შევამოწმოთ. მართლაც მარჯვნივ წავიდა, ავიღეთ ბანანი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაგვავიწყდა. შემდეგ მივედით სკივრთან და ავხტით, რომ სკივრს მივწვდა. მოდით. აი ამ შემთხვევაში ნახეთ, უკვე 3 ვარსკვლავი დავიმსახურეთ. ესე იგი, როდესაც ერთი ვარსკვლავი ან ორი დაგვაკლდება, მაშინ სავარაუდოდ რაღაც გამოგვრჩა და ძალიან მარტივად შეგვიძლია შეცდომების გამოსწორება და უფრო ოპტიმალური ალგორითმის შექმნა. ნახეთ, ამ შემთხვევაში ორი ნაბიჯით წინ უნდა წავიდეთ, უნდა ავხტეთ, რომ ბანანი ავიღოთ, შემდეგ ავხტეთ მაღლა და მარჯვნივ, გადავადგილდეთ 1, 2, 3 ნაბიჯით. მოდით გავწეროთ ახლა რაც ვთქვით, ხო? პროგრამული კოდებით. მარჯვნივ გადაადგილება ორჯერ, შემდეგ ბანანის აღება, ანუ მაღლა ახტომა, შემდეგ გადახტომა აი ამ ბლოკზე, შემდეგ 1, 2, 3 ჯერ მარჯვნივ წასვლა. 1, 2, 3. მოდით ვნახოთ ეს გამოწვევაც თუ სწორად გადავჭერით. აი როგორც ხედავთ, ჩვენი მანქი ასრულებს ჩვენს ბრძანებებს და დავალებებს. ამ შემთხვევაშიც გილოცავთ, მეგობრებო, ისევ 3 ვარსკვლავი დავიმსახურეთ და 2 ბანანი ავიღეთ. მოდით გავაგრძელოთ. გადავიდეთ შემდეგ გამოწვევაზე. ნახეთ, უკვე მე-12 გამოწვევაზე ვართ და ნორმალურად უკვე ფინალს უახლოვდებით, რომლის დასრულების შემდეგაც უკვე პირველ სერტიფიკატს ავიღებთ. ნახეთ, ამ შემთხვევაში უნდა გადავადგილდეთ მარცხნივ ნაბიჯით, შემდეგ ავხტეთ, ალბათ მეთანხმებით, შემდეგ ისევ მარცხნივ წავიდეთ, გადავხტეთ 1, 2, შემდეგ წამოვიდეთ მარჯვნივ, ისევ მარჯვნივ და ისევ მარჯვნივ გადავადგილდეთ. მოდით დავწეროთ. წამოვიდეთ მარჯვნივ, შემდეგ უნდა ავხტეთ, შემდეგ ისევ მარჯვნივ წამოვიდეთ, გადავხტეთ, რომ ავხტეთ აი ამ აგურზე, შემდეგ კიდევ ერთხელ ავხტეთ და შემდეგ უნდა ჩამოვიდეთ 1, 2, 3, ის არის გვჭირდება. მოდით შევამოწმოთ, სწორად დავწერეთ თუ რაიმე გამოგვრჩა. ესეც ასე, მგონი ჯერჯერობით სწორად მუშაობს ჩვენი კოდი. და აი როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში წარმატებით გადავახეთ და 3 ვარსკვლავი დავიმსახურეთ. ძალიან კარგი გილოცავთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად მომწვევით. გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე.
ამ შემთხვევაში უკვე მე-13 გამოწვევაზე ვართ, ნახეთ, ჯერ ჩვენ ბანანი უნდა მოვიპოვოთ, ანუ მაღლა უნდა ავხტეთ, შემდეგ უნდა გადავადგილდეთ 1, 2, 3, 4 ნაბიჯით და შემდეგ ავხტეთ იმისთვის, რომ მივუწოდეთ სკივს. მოდით გავწეროთ ის ყველაფერი, რა ვთქვით, ანუ მაღლა აღტომა, შემდეგ 1, 2, 3, 4 ნაბიჯით მარჯვნივ გადაადგილება და შემდეგ აღტომა. ნახეთ, ბავშვებო, დააკვირდით, რომ პროგრამული კოდის გაწერისას აუცილებელია ლოგიკური თანმიმდევრობა ბრძანებების. თუ ჩვენ ბრძანებები აგვერევა და არის სწორი თანმიმდევრობით დავაწყობთ, მაშინ რა თქმა უნდა ვერ გავდივართ სასურველ შედეგზე. ესე იგი, თანმიმდევრულად ბრძანებების დაწყობას ქვია სეკვენსინგი, ხო? ანუ სეკვენსი ნიშნავს რაღაც მოვლენების ლოგიკურ თანმიმდევრობას. თუ მაგალითად ამ შემთხვევაში მარცხენა ბანანის აღება გამოგვრჩება, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი კოდი არასწორი იქნება. ესე იგი, აუცილებლად ლოგიკურად უნდა დავაწყოთ ხოლმე ჩვენი ბიჯები და ბრძანებები. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი ტიპის პროგრამული კოდის შექმნისას. მოდით ამ შემთხვევაში მარცხნივ გადავადგილდეთ, ისევ ზემოთ ავხტეთ, რომ ბანანი ავიღოთ, შემდეგ მარჯვნივ წავიდეთ 1, 2 ნაბიჯით, ისევ ზემოთ ავხტეთ, მარჯვნივ 2 ნაბიჯით ავხტით ზემოთ და შემდეგ 1, 2, 3 ნაბიჯით გადავადგილდეთ მარჯვნივ, რომ მივიდეთ სკივთან. მართლაც წავიდა ჩვენი მაიმუნი, შემდეგ გამოვედით, ისევ ავხტით, ავიღეთ მეორე ბანანი და მივედით სკივთან. გონი ეს გამოწვევაც გადავლახეთ და უკვე ინახეთ მე-15-ზე გადავდივართ და ბოლო გამოწვევა დაგვრჩა იმისთვის, რომ პირველი ტური დავხუროთ და პირველი საერთაშორისო სერტიფიკატი ავიღოთ. კარგით, აი ნახეთ, ბოლო გამოწვევა შედარებით უფრო რთულია. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ, ხო? ისევ მარჯვნივ უნდა გადავხტეთ, კიდევ მარჯვნივ გადავხტეთ, ერთი ნაბიჯით გადავადგილდეთ, კიდევ გადავადგილდეთ მარჯვნივ, შემდეგ ისევ ავხტეთ და ისევ ერთი ნაბიჯით გადავადგილდეთ. მოდით დავწეროთ, ესე იგი, ახტეს მარჯვნივ 1, 2, შემდეგ გადაადგილდეს ორჯერ, შემდეგ ისევ მარჯვნივ ახტეს და შემდეგ ერთი ნაბიჯით გადაადგილდეს. მოდით ვნახოთ, რა მოხარ შეგვეშალა. მართლაც, აი როგორც ხედავთ, ნახეთ, ის არის მიყვება და გვაჩვენებს რომელი კოდი მუშაობს. აი როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც ჩვენ სწორი ბრძანებები დავწერეთ და აი როგორც ხედავთ, უკვე მე-15 გამოწვევა დავასრულეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ტური წარმატებით გადავლახეთ და გილოცავთ, დარწმუნებული ვარ, თქვენც ასეთივე წარმატებით დაასრულეთ და ნახეთ, მარჯვნივ თქვენ გამოგიჩნდებათ, აი ეს დამოვეთ სერტიფიკატის განყოფილება, თუ დააწყაბებთ, უკვე გადმოიტვირთება საერთაშორისო სერტიფიკატი და ან კომპიუტერში ნახავთ გადმოწერილ ფოლდერში თქვენ სერტიფიკატს გილოცავთ, ძალიან მიხარია. მოდით ესე გავაკეთოთ, რადგან საკმაოდ მალე დავხურეთ პირველი ტური, მოდით გავიაროთ ლუპების ტურიც. ეს საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ პირველ-მეორე კლასელთათვის, არამედ დარწმუნებული ვარ, უფროს კლასელებიც გვიყურებენ ახლა და ისინი გაივლიან ჩვენთან ერთად წინა ტურებსაც, ხო, რომელიც უფრო დაბალი ასაკობრივი კატეგორიისაა. თუმცა მათ ძალიან საინტერესო გამოწვევები ელოდებათ. მინდა შეგახსენოთ, რომ 4 ეტაპისგან შედგება ჩვენი დღევანდელი ვორქშოპი ბავშვების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. მოდით დავაწყაბოთ რუკას და ვნახოთ, რომ სეკვენსები ჩვენ სრულად გავიარეთ, 15-ვე დავალება, 15-ვე დავალება გავიარეთ სამ ვარსკვლავზე, რასაც გილოცავთ და მოდით ახლა გადავიდეთ უკვე ლუპების განყოფილებაში და ვნახოთ, რა დაგვხდება ამ კურსში ახალი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო რაღაცები გველოდება. ნახეთ, ჯერჯერობით როგორც ხედავთ, ახალი არ არის ამ ტურში, თუმცა მალე შეგვხვდება ახალი ბრძანებები, ახალი ბლოკები და მათ ოპტიმალურ გამოყენებასაც ვისწავლით. ნახეთ, ამ შემთხვევაშიც იმისთვის, რომ სკივთან მივიდეთ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ნაბიჯით გვჭირდება გადაადგილება. მოდით დავწეროთ 7 ის არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. დავაწყაბოთ. საინტერესო თუ არსებობს რაიმე ისეთი ბრძანება, რომელიც მაგალითად დაგვეხმარება და 7 ისრის დაწერა აღარ დაგვჭირდება და მაგალითად 1 ისრითაც კი გავალთ სასრულ შედეგზე. მქონი ზუსტად ეგეთი სიურპრიზი გველოდება ამ ტურში. აბა გავაგრძელოთ და ვნახოთ. ნახეთ, ამ შემთხვევაში უკვე სკიური არის აი ესეთ კიბეზე, სადაც უნდა ავიდეთ და ნახეთ, აქაც ერთი და იგივე მოქმედების შესრულება გვჭირდება. უნდა გადავხტეთ მარცხნივ და მაღლა, ხო? მარცხნივ და მაღლა გადახტომა არის აი ეს პირობითი ნიშანი და მოდით დავითვალოთ, რამდენჯერ გვჭირდება მისი გამეორება. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. ანუ 6-ჯერ უნდა გავიმეოროთ. 1, 2, 3, 4, 5, 6. ნახეთ, 6-ჯერ გავიმეორებთ მარჯვნივ გადახტომას და ჩვენი მაიმუნი მივა ამ დასახულ მიზნამდე და
როგორც ხედავთ, ეს გამოწვევა ძალიან კარგად დავასრულეთ. ანუ მეორე გამოწვევა უკვე დავასრულეთ მეორე ტურის. ნახეთ, დააკვირდით მეგობრებო, ეს არის ძალიან საინტერესო გამოწვევა და ეტაპი, რადგან აქ უკვე გაგვიჩნდა ახალი ბლოკი, რომელიც თუ დააკვირდებით, თავადვე მიხვდებით, რომ ნიშნავს რაღაცის გამეორებას, ხომ, თავიდან დაწყებას. ანუ დააკვირდით, სანამ ეს ბლოკი გამოჩნდებოდა, ჩვენ მოგვიწევდა მაიმუნისთვის შემდეგი ბრძანებების მიცემა. ის უნდა გადაადგილებული იყო მარცხნივ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ნაბიჯით. მაგრამ როდესაც გამოჩნდა უკვე გამეორების ბლოკი, იგივე ლუპს, რასაც ვეძახით, ხომ? მაშინ შეგვიძლია ჩვენ გამეორების ბლოკში ჩავსვათ ის ბრძანება, რომელიც 7-ჯერ უნდა გაგვემეორებინა და 7-ჯერ დაწერის ნაცვლად უბრალოდ ჩავსვათ გამეორებაში და ვუთხრათ, რომ მარცხნივ გადაადგილდი იმდენჯერ და იქამდე, სანამ არ მიაღწევ დასახულ მიზანს. ამ შემთხვევაში დავაწყაბოთ და ხედავთ, რომ მარცხნივ გადაადგილების ბრძანება ძალიან ბევრჯერ მეორდება, ხო? იმდენჯერ, რამდენიც საჭირო იქნება სკივრამდე მისასვლელად. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? დაგვემატა ახალი ბრძანება, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ ძალიან მოკლე კოდი დავწეროთ და თქვათ, ბევრჯერ ერთი და იგივე ბრძანებების გამეორების ნაცვლად გამეორებაში ჩავსვათ ის ბრძანება, რომელიც მეორდება და ესე მარტივად შევქმნათ კოდი და უფრო მალე მივახციოთ დასახულ მიზანს. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ალგორითმი არის ოპტიმალური, რადგან არის მაქსიმალურად მოკლე და მარტივად შესადგენი. ნახეთ, ამ შემთხვევაშიც ისევ კი ბეზიას გვჭირდება, მოდით დავითვალოთ, რამდენი საფეხური გვჭირდება. 1, 2, 3, 4, 5, 6. თუმცა უკვე ჩვენ ვიცით, რომ საფეხურების დათვლა აღარ გვჭირდება, რადგან ძალიან მარტივად ავიღებთ გამეორების ბლოკს და გამეორებაში ჩავსვათ მარჯვნივ და მაღლა გადახტომას. და იქამდე გაიმეორებს პროგრამა მას, სანამ არ მიაღწევს დასახულ მიზანს. ესეც ასე, 6-ჯერ და 7-ჯერ ერთი და იგივე კოდის დაწერის ნაცვლად უკვე ციკლი დაგვეხმარა აი ამ ჩვენი ალგორითმის მაქსიმალურად შემცირებაში. მოდით გადავიდეთ ისევ შემდეგ საფეხურზე, გილოცავთ, ისევ 3 ვარსკვლავი ავიღეთ, რა თქმა უნდა. ნახეთ, აქაც დაახლოებით მსგავსი ტიპის დავალებაა, რა თქმა უნდა, აქაც აღარ გვიწევს უკვე ნაბიჯების დათვლა, რადგან ვიცით, როგორც უნდა მოვიქცეთ. ავიღოთ ლუპი და შემდეგ მარცხნივ და მაღლა აღტომა ჩავსვათ ლუპში, ანუ გამეორებაში. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. როგორც ხედავთ, 7-ჯერ გაიმეორა ჩვენმა ჭკვიანმა და საყვარელმა მაიმუნმა აი ეს ბრძანება. გადავიდეთ შემდეგზე, ისევ 3 ვარსკვლავი დავიმსახურეთ, რა თქმა უნდა, რასაც გილოცავთ. აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა გვჭირდება, ხო? დაბლა უნდა ჩამოვიყვანოს მაიმუნი. ამისთვისაც გვჭირდება დაბლა მარცხნივ გადაადგილების ის არის, რამდენჯერმე გავიმეორეთ. ესე იგი, ეს ის არის, ისევ მეორდება. ამისთვის ისევ ციკლის ხილაკს ავიღებ და ვეტყვი, რომ მარცხნივ გადაადგილება იქამდე გაიმეორეთ, სანამ მიხვალ სკივრამდე, ხო? მოდით დავაწყაბოთ და ვხედავთ, რომ ასეთი ჩვენი მაიმუნი ესე მარტივად ჩამოვიდა და უკვე ძალიან დიდი კოდების წერის ნაცვლად ისე მარტივად და ოპტიმალურად შევქმნით ძალიან პატარა კოდი. კარგით. ამის შემდეგ ვნახოთ, რა ტიპის მოქმედებების გამეორება გვჭირდება. აბა დავაკვირდეთ. ამ შემთხვევაში ჯერ მაიმუნი უნდა ახტეს მაღლა, შემდეგ წამოვიდეს მარცხნივ, შემდეგ ისევ მაღლა ახტეს, ისევ მარცხნივ წამოვიდეს, მაღლა მარცხნივ და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში უკვე ერთი მოქმედება კი არ მეორდება, უკვე ორი მოქმედება მეორდება, ხო? მაღლა ახტომა და მარცხნივ გადმოადგილება. ისევ ავიღოთ გამეორების ბლოკი, ამ შემთხვევაში უკვე ორ ბრძანებას შევსვათ იმ ბრძანებებს, რომლებიც მუდმივად მეორდება. ეს ბრძანებებია ჯერ მაღლა ახტომა და შემდეგ გვერდით მარცხნივ გადაადგილება. მოდით ვნახოთ თუ შეასრულებს ჩვენი მაიმუნი ჩვენს მიერ დაწერილ კოდს. აი ნახეთ, რისი გაკეთებაც გვინდა და ჯერ უბრალოდ პირველ რიგში მოვიფიქრეთ ალგორითმი, ანუ ინსტრუქცია, რაც უნდა მიგვეცოთ ჩვენი მანქისთვის, შემდეგ ეს ინსტრუქცია გადავაქციეთ პროგრამულ კოდად, გავუწერეთ და როგორც ხედავთ, პროგრამული კოდი ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ კომპიუტერს გავაგებინოთ თუ რა უნდა გააკეთოს მან ჩვენთვის, ხომ ისეა? გილოცავთ, აი კიდევ 3 ვარსკვლავი ავიღეთ და დავიმსახურეთ 7 ბანანი. ძალიან კარგი, მგონი კარგად მივდივართ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. აბა ვნახოთ აქ რა გველოდება. ნახეთ, აქაც უნდა წამოვიდეთ მარჯვნივ და შემდეგ ზემოთ ავხტეთ. შემდეგ ისევ მარჯვნივ წამოვიდეთ და ზემოთ ავხტეთ, მარჯვნივ ზემოთ და ასე შემდეგ, ხო? მოდით ეს ყველაფერი ჩავსვათ გამეორებაში. ანუ მარჯვნივ წამოსვლა და ზემოთ აღტომა. აბა ვნახოთ თუ გავალთ სწორ შედეგამდე. პირველი ბანანი ავიღეთ, მეორეც ავიღეთ, მესამეც ავიღეთ. კი ბატონო, მგონი ყველა ბანანი ავიღეთ და ბოლოს ავხტით სკივრთან.
ძალიან კარგი, ისო სამი ვარსკვლავი დავიმსახურეთ, მგონი ძალიან კარგად მივდივართ. გილოცავთ, ჩემო ჭკვიანებო, გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. ნახეთ, დავაკვირდეთ აქ რა მოქმედებების გამეორება გვჭირდება. პირველ რიგში მანქის უნდა უთხრას, რომ გადაადგილდეს მარჯვნივ, შემდეგ ზემოთ ახტეს და შემდეგ ისევ მარჯვნივ გადაადგილდეს. ნახეთ, დავაკვირდით, შემდეგ ისევ იგივე მეორდება. მარჯვნივ, ზემოთ, მარჯვნივ, მარჯვნივ, ზემოთ, მარჯვნივ. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში უკვე სამი ბრძანება გაგვიმეორდა, ხომ ისეა? ამიტომ ავიღოთ ციკლი, იგივე ლუპი და ჩავსვათ მარჯვნივ წასვლა, ზემოთ აღტომა ბანანის შესახებად და შემდეგ ისევ მარჯვნივ წასვლა. აი ეს სამი მოქმედება გავემეორეთ. მარჯვნივ წავიდა, აიღო ბანანი, შემდეგ ისევ მარჯვნივ წავიდა. ნახეთ, მე ისევ თავიდან იწყება, დააკვირდით. ანუ ეს სამი ბრძანება მეორდება, მანამ მიაღწევს დასახულ მიზანს. ძალიან კარგი, მგონი ეს გამოწვევას წარმატებით გადავახეთ და კიდევ სამი ვარსკვლავი ავიღეთ. გილოცავთ, ჩემო კარგებო. როგორც ხედავთ, პროგრამირება ძალიან სახალისო და საინტერესოა, თანაც ძალიან მარტივი. მოდით ახლა ამ შემთხვევაში დავაკვირდეთ, რომელი ბრძანებების გამეორება გვჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენი მანქი უნდა ახტეს მარცხნივ, შემდეგ მაღლა ახტეს, შემდეგ ჩამოვიდეს, ანუ მარჯვნივ გადაადგილდეს, ისევ მარცხნივ, მაღლა და მარჯვნივ გადაადგილდეს. ანუ აქაც სამი მოქმედება დავინახეთ, რომ გაგვიმეორდა. ეს მოქმედებებია და ეს ბრძანებებია მარცხნივ გადაადგილება, შემდეგ ახტომა ბანანის სასაღებად და შემდეგ არა, უკაცრავად ნახეთ. ამ შემთხვევაში გვინდა გადავხტეთ, აი ამ აგურზე ავხტეთ, ამიტომ გვჭირდება მარჯვნივ ახტომა, შემდეგ ზემოთ ახტომა ბანანის სასაღებად და შემდეგ აი ესე დაბლა ჩამოსვლა, მარცხნივ გადაადგილება. დავაწყაბოთ. ნახეთ, ესეც მგონი სწორად დავწერეთ და სწორად მიდის და ასრულებს მოქმედებებს ჩვენი პატარა და საყვარელი მეგობარი. კი ბატონო, გილოცავთ, ეს ტურის წარმატებით გავიარეთ, ეს გამოწვევაც ოპტიმალურად გადავჭერით. უკვე მეათე გამოწვევაზე ვართ და ძალიან ცოტაღა დაგვრჩა, გავაგრძელოთ მეგობრებო. ნახეთ, ამ შემთხვევაში როგორი მოქმედებების გამეორება დაგვჭირდება. ნახეთ, ორი ერთნაირი გამოწვევა აქვს ჩვენს მანქის გადასალახი. ამ შემთხვევაში გვჭირდება მარცხნივ გადახტომა, შემდეგ ზემოთ ახტომა ბანანის სასაღებად, შემდეგ ისევ მარცხნივ გადახტომა, დაბლა ჩამოსვლა 1-2 ნაბიჯით. და შემდეგ ზუსტად იგივეს გამეორება გვჭირდება. ამიტომ ავიღოთ ჩვენი ლუპი და ჩავსვათ აი ეს ერთის შემთხვევაში მხოლოდ, ხომ? ერთი მოქმედებათა თანმიმდევრობა. ეს არის მარცხნივ ახტომა, შემდეგ ზევით ახტომა, შემდეგ ისევ მარცხნივ გადახტომა, ესე, შემდეგ მარჯვნივ გადაადგილება 1-2. ესეც ასე. აბა ნახოთ რამდენად სწორად შევასრულეთ. მართლაც ახტა ჩვენი მაიმუნი, აიღო ბანანი, შემდეგ დაბლა ჩამოდის და როგორც ხედავთ, ზუსტად იგივე მოქმედებებს იმეორებს მეორე გამოწვევის და დაბრკოლების გადასალახადაც. მეგობრებო, გილოცავთ, ისე 4 ბანანი ავიღეთ და 3 ვარსკვლავი დავიმსახურეთ. მგონი ძალიან კარგად მივდივართ. გავაგრძელოთ. ნახეთ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო საინტერესო გზა გველის და საინტერესო გამოწვევა გვაქვს გადასაჭრელი. მოდით ვნახოთ აქ რა თანმიმდევრობა გვჭირდება მოქმედებების, ხომ? ამ შემთხვევაში მანქი უნდა გადაადგილდეს მარჯვნივ 2 ნაბიჯით, შემდეგ ზემოთ ახტეს ერთხელ. შემდეგ ისევ 2 ნაბიჯით მარჯვნივ, ზემოთ ახტეს. ისევ 2 ნაბიჯით მარჯვნივ, ზემოთ ახტეს. მგონი უკვე მივხვდით და გამოვიცანით რა მოქმედებები უნდა ჩავსვათ გამეორებაში, ხომ ისეა? ავიღოთ ლუპის ნიშანი გამეორება, ჩავსვათ მარჯვნივ ორჯერ გადაადგილება და შემდეგ ზემოთ ახტომა. მოდით ვნახოთ თუ სწორად გადავჭერით ჩვენი გამოწვევა. მართლაც 2 ნაბიჯი გადახტა მაიმუნმა და შემდეგ ახტა. შემდეგ ისევ 2 ნაბიჯი ახტა და ესე მივიღოთ დასახულ მიზნამდე. მე ვფიქრობ, პირველ-მეორე კლასელების გარდა უფროსებიც საკმაოდ აქტიურად ჩაერთვებენ, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან სახალისოა ამ გამოწვევების შესრულება და მიგირჩევთ, რომ თქვენც აუცილებლად სადოთ. კარგით, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ძალიან ცოტაღა დაგვრჩა, მხოლოდ ორი გამოწვევა დაგვრჩა გადასალახი. ნახეთ, ამ შემთხვევაში ჯერ მაღლა უნდა ავხდეთ, შემდეგ 2 ნაბიჯით მარჯვნივ, ისევ მაღლა, ისევ 2 ნაბიჯით მარცხნივ და ასე შემდეგ, ხო? ანუ მეორდება მარცხნივ ჯერ ახტომა და შემდეგ მარცხნივ 2 ნაბიჯით გადაადგილება. ავხტეთ და შემდეგ მარცხნივ წავიდეთ 2 ნაბიჯით. ესეც ასე. ახტა და მარცხნივ წასვლა 2 ნაბიჯით. აი ამას გაიმეორებს რამდენჯერმე
და ავიღებთ ყველა ბანანს. ნახეთ, დააკვირდით ბანანების რაოდენობა ზემოთ ხატია. თუ ერთი ბანანი მაინც გამოგრჩა, მაშინ სავარაუდოდ 1 ან 2 ვარსკვლავი დაგვაკლდება. ასე რომ, მეგობრებო, ამასაც დავაკვირდეთ ხოლმე, ხო? ესეც ასე. ეს გამოწვევაც გადავლახეთ, გილოცავთ, უკვე მე-13 გამოწვევა გადავჭერით მეორე ეტაპის, გადავიდეთ შემდეგზე. ნახეთ, ბავშვებო, აქ რას ვაკეთებთ? უნდა ავხტეთ მარჯვნივ, შემდეგ გავიაროთ 1, 2, ორჯერ მარჯვნივ წავიდეთ, შემდეგ ისევ მარჯვნივ ავხტეთ 1, 2 და უკვე ვხედავ, რაც გამოვარდა, ხო? ხედავთ, მარჯვნივ გადახტავმა და ორჯერ გადაადგილება. ავიღოთ ლუპი, ჩავსვათ მარჯვნივ წასვლა. უბრალოდ მარჯვნივ ჯერ გადახტავმა გვჭირდება, რადგან აი აქ უნდა ახტეს და შემდეგ ორჯერ მარჯვნივ გადაადგილება. ესეც ასე. ზუსტად იგივეს გაიმეორებს 3-ჯერ ამ შემთხვევაში, რადგან 3 დაბრკოლება აქვს გადასალახი. გონი ეს გამოწვევა წარმატებით გადავჭერით, გილოცავთ, ძალიან ძალიან მიხარია. გადავიდეთ შემდეგ გამოწვევაზე და როგორც ხედავთ, ეს არის უკვე ბოლო გამოწვევა და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მეორე სერტიფიკატის დაიმსახუროთ უკვე არა მხოლოდ სეკვენსებში, არამედ ლუპებშიც, ანუ გამეორებაშიც, ხო? ნახეთ, ამ შემთხვევაში გვჭირდება მარჯვნივ ახტომა, შემდეგ ზევით ახტომა ბანანის აღზევები და შემდეგ ორჯერ მარჯვნივ გადაადგილება. შემდეგ, რა თქმა უნდა, იგივე მეორდება. ამიტომ ავიღოთ გამეორების ბლოკი, ვუთხრეთ, რომ გადახტეს მარჯვნივ, შემდეგ ახტეს ზევით და შემდეგ ორჯერ მარჯვნივ გადაადგილდეს. ესეც ასე. დავაწყაპოთ გაშვებას და ვნახოთ, როგორ მუშაობს ჩვენი პროგრამული კოდი. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ თუ უფროსებიც უყურებთ აი ამ პატარების სახალისო გამოწვევას, გეტყვით, რომ ეს არის სეკვენსები, ეს არის თანმიმდევრობა, რაც უმნიშვნელოვანესია პროგრამირებაში. ნებისმიერი სირთულის კოდის დაწერის დროს მთავარია ჩვენ ეს ჩვენი ბრძანებები დავალაგოთ სწორი ლოგიკური თანმიმდევრობით და მაქსიმალურად ოპტიმალური ალგორითმი მივიღოთ. ანუ მაქსიმალურად მოკლე და მოსახერხებელი გზით უნდა გადავჭრათ ხოლმე პრობლემა. ამასობაში ჩვენმა ბავშვებმა დაამთავრეს ეს ტურიც, გილოცავთ, თქვენ მარჯვნივ გამოგიჩნდებოდათ ისევ მეორე სერტიფიკატის შემოტვირთვის ნიშანი, დააწყაპეთ სერტიფიკატის შემოტვირთვას და უკვე მეორე სერტიფიკატიც აიღებთ. გილოცავთ, ძალიან ძალიან მიხარია და უამრავ წარმატებას გისურვებთ. ეხლა მეგობრებო, უკვე გადავალთ ჩვენ მეორე მესამე კლასელთათვის საინტერესო აქტივობაზე. თუ ჩვენს პირველ კლასელებს სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, თქვენც დარჩით და შემდეგ დააკვირდით მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო აქტივობები გველოდება წინ.